როცა საინტერესო ახლა ის თუ რა მოგვიმზადეს ვარსკვლავებმა დღეს და როგორ უნდა დავგეგმოთ დღევანდელი დღე სწორად. სწორედ ამიტომ 3 თებერვლის ჰოროსკოპი უნდა მიმოვიხილოთ, რომელსაც ტრადიციულად ჩვენი ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა გაგვიზიარებს სწორედ ახლა და ასე რომ მოვუსმინოთ ყველა. დილამშვიდი საქართველოს დღეს 3 თებერვალი, ორშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა და დღევანდელ დღეს განსაკუთრებით არ არის სასურველი ფულის ესხება ან გასესხება. ასევე არ არის სასურველი რომ თქვენი ნივთები სხვა სათხოვოთ, რადგან შესაძლოა თქვენი ერთგვარი წარმატება გაატანოთ ამ ნივთებს. მოკლედ ეცადეთ რომ დღეს ამ მიმართულებით მაქსიმალურად თავშეკავებულები იყოთ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო. დღეს თქვენთვის ემოციურად შესაძლოა რომ ცოტა დაძაბული დღე იყოს, თუმცა იდეალური დღე არის ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. შეგეძლიათ რომ ენდოთ თქვენს ინტუიციას. ის უსტად გიკარნახებთ სად როგორ მოიქცეთ და რომელი გადაწყვეტილება, როგორი ნაბიჯი უნდა გადადგათ. მოკლედ დააყრდენით თქვენს ინტუიციას და ენდეთ იმ შინაგან შეგრძნებებს, რომელიც დღეს გექნებათ. კუროებო. დღეს მეტი დიპლომატია გმართებთ. სასურველია რომ იყოთ მეტად გულახდილები და გახსნილები თქვენ საყურაულ ადამიანებთან. ეს დაგეხმარებათ რომ გამოასწოროთ ის გაუგებრობები, რომლებიც თქვენს ურთიერთობაში დაგროვდა. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება თქვენს ემოციას, შეგრძნებებს, რომელიც დღეს გექნებათ. დააკვირდით, რაც გრძნობთ და ეცადეთ რომ ერთგვარი გადაფასება მოახდინოთ ყველაფრის. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუპებო, დღეს საკმაოდ აქტიურები, კომუნიკაბილურები იქნებით. რაც ძალიან გამოგადგებათ საქმიანი მიმართულებით. შეგიძლიათ რომ განიხილოთ ახალი შესაძლებლობები. ან თუნდაც შეიძლება რომ რაღაც კონკრეტულ ხელშეკრულებაზე მოგიწევთ ხელის მოწერა. მოკლედ, საკმაოდ ნაყოფიერი დღე გელოდებათ უშუალოდ კარიერული მიმართულებით. შეეცადეთ რომ ყველა შანსი, რომელსაც სამყარო გამოგიგზავნით, გამოიყენოთ და არ გაუშვათ ხელიდან. კითხებებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო და ემოციური იქნება. ძალიან კარგი იქნება თუ გამოხატავთ ყველაფერს იმას, რასაც გრძნობთ და დროს დაუთმოთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს. მოკლედ, ეცადეთ რომ დღევანდელი დღე თქვენთვის საჩუქრად აქციოთ და მაქსიმალურად ყველაფერი ის გააკეთოთ, რასაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს. მოკლედ, დღევანდელი დღე საკუთარ თავს, საკუთარ ფიქრებს და სურვილებს დაუთმეთ. ლომებო, დღევანდელი დღეს ასურველი რომ დაუთმოთ ოჯახს, ოჯახურ საქმიანობას და მაგ მიმართულებით იფიქროთ, იზრუნოთ იმაზე, რა არის გასაკეთებელი ან რა არის გამოსასწორებელი. შესაძლოა დღის დასაწყისი მეტად დაძაბული იყოს, თუმცა დღის მეორე ნახევარში ეს ყველაფერი შეიცვლება და უფრო პოზიტიური იქნება თქვენთვის. შეეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ, ხოლო დღის პირველი ნახევარი მეტად თავისუფალი გქონდეთ. რაც შეგეხებათ თქვენ ქალწულებო, დროა გამოხატოთ თქვენი აზრები. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, ახალი შესაძლებლობები. შეეცადეთ რომ ყველაფერი კარგად დაინახოთ და გამოიყენოთ თქვენ სასიკეთოდ. მიიღეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც მოგეცემათ და ასევე სწორად განიხილეთ ის პერსპექტივები და შესაძლებლობები, რომლებიც შესაძლოა თქვენს წინაშე აღმოჩნდეს. გარდა ამისა, შესაძლოა გაიგოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს მომავალზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. სასწორებისთვის დღევანდელი დღე საყურადღებო, განსაკუთრებით ფინანსების მიმართულებით. არ არის სასურველი რაიმე შენაძენის განხორციელება ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც კონტრაქტზე, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. მოკლედ, საკმაოდ დიდი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან მიმართება. შეეცადეთ რომ არანაირი манипуляცია არ განახორციელოთ და იყოთ ზედმეტად დაკვირვებულები. ასევე მიაქციოთ ყურადღება რომ შეცდომაში არ შეგიყვანონ, არ მოგატყუან. მოკლედ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებულები. მორიელებო, პოზიტიური და ენერგიული დღე გელოდებათ. თქვენ მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის და ეს დღეც აუცილებლად მოგცემთ ახალ შესაძლებლობებს. როგორც პირადი, ასევე კარიერული კუთხით. მოკლედ, ეცადეთ რომ ყველაფერი მაქსიმალურად გამოიყენოთ და თქვენი ენერგია მიმართოთ იმ მიმართულებით, რაც გინდათ რომ მოისდოთ და მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. რაც შეგეხებათ თქვენ სულდოსნებო, დღეს სასურველი რომ თქვენს ემოციურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ. არ არის სასურველი ზედმეტად გადახლა, ახალი ვალდებულებების, პასუხისმგებლობების აღება. პირიქით, თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, უმჯობესი იქნება რომ განიტვირთოთ და დღევანდელი დღე შედარებით მშვიდ გარემოში გაატაროთ. თუ რაიმე აუცილებელი სავალდებულო გაქვთ, რა თქმა უნდა შეასრულოთ, მაგრამ ახალ ვალდებულებებს მოაიღებთ საკუთარ თავზე. დღეს ქებისთვის დღეს სასურველია მეტი დროის გატარება მეგობრებთან. შეეცადეთ რომ დღევანდელი დღე ძალიან დადებით გარემოში გაატაროთ და მოინახულოთ თქვენი ძველი მეგობრები, ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ გინახავთ და გენატრებოდათ, გქონდათ მათი ნახვის სურვილი. გარდა ამისა, შესაძლოა ახალი იდეები გაგიჩნდეთ, რომელთა რეალიზებასაც უახლოეს მომავალში მოახერხებთ. მოკლედ, დადებითი დღე გელოდებათ და შეეცადეთ რომ თბილ პოზიტიურ გარემოში გაატაროთ. მერწყულებო, დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება კონცენტრაცია და დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა. საქმე მეტ ყურადღებას მოითხოვს და უმჯობესი იქნება თუ ყველაფერს კარგად დააკვირდებით, რათა არ გამოგეპაროთ რაიმე მნიშვნელოვანი და არ დაუშვოთ შეცდომები. გარდა ამისა, სასურველია რომ გამოიჩინოთ თქვენი ლიდერული თვისებები. იყავით ინიციატორები, გადადგით პირველი ნაბიჯები. მოკლედ, ეცადეთ
რომ დღეს იყოთ მაქსიმალურად აქტიურები და მაქსიმალურად ყველა დეტალს მიაქციოთ ყურადღება. ხო, რაც შეგეხებათ თქვენ თევზებო, დღევანდელი დღე თქვენთვის საკმაოდ პოზიტიური იქნება. ბევრი ახალი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. შეეცადეთ, რომ არ გაუშვათ შანსი ხელიდან და გარდა ამისა, ენდეთ თქვენს ინტუიციას, ის აუცილებლად დაგაყენებთ სწორ გზაზე და სწორ მითითებებს მოგცემთ. მოკლედ, შეეცადეთ, რომ ყველა ის შესაძლებლობა, ინფორმაცია თუ რაიმე მინიშნება, რომელიც დღეს მოხდება, დაინახოთ, შეამჩნიოთ და გამოიყენოთ თქვენ სასიკეთოდ. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.